ქალაქის იერსახის, მისი სილამაზისა და სისუფთავის შენარჩუნებისათვის სრულმა თითოეული მცხოვრებლის მოქალაქეობრივი და ზნეობრივი ვალდებულებაა. ჩვენი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ამ საკითხს დიდი პასუხისმგებლობითა და ენთუზიაზმით ეკიდებიან. კომუნალური გაერთიანების სამსახურის მუშაკები, დეკორატორები და ზედამხედველები თავდაუზოგავად შრომობენ ცენტრალური და ცალკეული ქუჩების სკვერებისათვის მწვანე ნარგავების, მინდვრის საფარისა და ყვავილნარის არსებობისა და შენარჩუნებისათვის. აღსანიშნავია, რომ იგი ადგილობრივი მოქალაქეებისა და ჩამოსული სტუმრებისათვის მუდამ საამაყო თემას წარმოადგენს. ახალი ნარგავებით პარკებისა და გაზონების გამდიდრებასა და გამრავალფეროვნებას სისტემატიური ხასიათი აქვს, რაც მუშახელის ფიზიკურ შრომასთან და აგრეთვე ფინანსურ ხარჯებთანაცაა დაკავშირებული. შესაბამისად, ხელის შემშლელი ფაქტორების აღმოსაფხრელად ხდება სათანადო აქციების მოწყობა და ზომების გატარება. სწორედ ამ მიზნით, ქალაქის ქუჩებიდან და სკვერებიდან მოხდა შინაური ცხოველების შეგროვება და დამწყვდევა. როგორც კომუნალური გაერთიანების სამსახურის დირექტორმა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, მიუხედავად მეპატრონეთა სიტყვიერი და წერილობითი მრავალჯერადი გაფრთხილებისა, მათი მხრიდან დაუდევრობის ფაქტები მაინც აღინიშნება. ისინი კვლავ მიმართავენ მოსახლეობას, რომ გაითვალისწინონ ეს თხოვნა და შინაურ ქოსანპირუტყს ნუ დააზიანებინებენ ჩვენი ქალაქის ცენტრალური ქუჩების სილამაზეს. Ინწურდება ყოველთვის საკაუნებიდან გამოსული ჩვენი ქალაქის გაზონები და მისი ტერიტორია და დღესდღეობით ჩვენმა სამმართველომ გააკეთა ჩვენმა კომუნალურ სამსახურმა გააკეთა აქცია და მოვახდინეთ ამ საკაუნების აყვანა და მოვათავსეთ სამწყვრებში. ყოველთვის ხდება საკაუნებიდან გაზონებისა და ქალაქის დაბინძურება, დაზიანება, მისგენად ჩვენი სამსახურის თანამშრომლების შრომა არ ფასდება. და ყოველთვის უარყოფითი მხარე ჩანს, რომ არ აკეთებს კომუნალური სამსახური, ვერული ჩვენი შრომა არ ფასდება, ხალხის საყვედურს ვიღებთ. ამის გამო დღეს გავაკეთეთ ეს აქცია, მოუყარეთ საქონელს თავი და გაგრძელდება ყოველდღიურად ასეთი მდგომარეობა. მოსახლეობას ვთხოვთ, რომ საქონლები იქონიონ თავიანთი საკარმიდო მეზოში, თავიანთი დამწყვრეული მოუვარონ, რომ ქალაქის ზონაში არ მოხდება. რომელიც საქონელიც ქალაქის ტერიტორიის ზონაში მოხდება, ჩვენს მიერ იქნება აყვანილი საქონელი და გამოეწერებათ მას შესაბამისი კანონის ფორმებში ჯარიმები. დამწყდეული საქონლის უკანდასაბრუნებლად მეპატრონეს კანონის ფარგლებში გათვალისწინებული ფულადი ჯარიმის გადახდა დაეკისრება, რისთვისაც მას 20 დღის ვადა ეძლევა. ხოლო იგივე შემთხვევის განმეორებისას მოხდება პირუტყვის სარეალიზაციოდ სასაკლაოსთვის გადაცემა. ზედამხედველობისა და კომუნალური გაერთიანების სამსახურების პასუხისმგებელი პირები საქონლის მეპატრონეებს სიფრთხილისაკენ მოუწოდებენ, რათა მსგავსი ფაქტის წინაშე არ აღმოჩნდნენ. თუ კი სადმე სილამაზეა და იერსახია ტყიბულის, ყველგან არის უკვე განადგურებული საქონლების მიერ. ამიტომ მივიღეთ ღონისძიება, დავიწყეთ დაპატიმრება საქონლების და ყველა მობინადრეს, რომელიც წაიყვანს საქონელს და მოეწერება ჯარიმის სახით. მეორე შემთხვევაში გვაქვს უფლება უკვე ჩავაბაროთ სასაკლაოზე